Ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ვართ? ხო ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო. Რა თქმა უნდა, ემიგრანტებს მოვიკითხავ განსაკუთრებული სიყვარულით, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. Ai არ ვიცი, უთბილესი სიტყვები, პირადში მწერენ, აი ვერც კი გადმოგცემთ, მართლა რამხელა მადლიერება მაქვს მათ მიმართ და აი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასევე აქ მაცხოვრებლებს საქართველოში უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, კომენტარის ავტორს, ლაიქის ავტორს. არ ვიცი, აი რაც გემეტებათ, ასე ვთქვათ, ჩემს მიმართ, ხო? იმიტომ რომ ეს მაძლევს мотивაციას და ეს მაძლევს იმის, ასე ვთქვათ, თუნდაც სურვილებს წინსვლის, ჩაწერის, ახალ-ახალი ვიდეოების, ხო? რომ და წინ წასვლის იმისას, რომ კიდე რაღაცა სიახლე, თუნდაც ვიდეოების სახით შემოვიტანო, ასევე თუ რაიმე დახმარება შემიძლია და ხელი გამოგიწოდოთ, ისე დაგეხმაროთ. ასევე მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ხო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აი, არ ვიცი, ეს არის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი мотивация, ხო? თორემ мотивация ადამიანმა თუ დაკარგა, აღარაფერი არ უხარია, ზოგადად ესეა. ამიტომ ჩემთვის მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალები. აი, სწორად რო გადმოვცე რა იმედია, სწორად ვიზახი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კიდე ერთხელ ხელნაკეთ სანთლებზე, ვისაც გინდათ, რომელიც ეთერზეთებით მზადდება და კოდია თითოეულ სანთელში ჩადებული, რომელსაც რიტუალების დროს ვიყენებ და მე ამ სანთლებს ვუგზავნი, რა თქმა უნდა, და ვეუბნები როგორ უნდა აანთონ და როგორ უნდა გამოიყენონ, ამაზე მწერთ პირადში, TikTok-ზე აუცილებლად პირადში და YouTube-ზე, ვინც ნახულობს ჩემ ვიდეოებს, YouTube-ზე კი წერია კომენტარში ჩემ ტელეფონის ნომერი და WhatsApp-ზე გადმოხვალთ და დამიტოვებთ შეტყობინებას. ზოგადად პირად კონსულტაცია გვინდა, რამე გჭირდება თუ კონკრეტულად სანთელია, რა ვიცი, ნუ რაც ხდება, პრობლემა გვაქვს თუ რაც გვაქვს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, სხვა თემებზე, სხვა განხილვებზე აქ არ ვსაუბრობ, საჯაროში პირადში მწერთ და დღევანდელი ხვდებით, რასაც გულისხმობ, რა თქმა უნდა, აქ მესამე პირებს, ჩაკეტვებს, სიტუაციებს, რიტუალებს, ლოცვებს, ამაზე მწერთ პირადში. დღევანდელი ჩვენი ვიდეო, მოკლედ ძალიან ბევრი კონსულტაცია მაქვს ეს დღეები მიყოლებით და თითქმის ყველა სამკუთხედში მყოფ ადამიანებზე და მოდით ვნახოთ, ძალიან მაინტერესებს, ჩაიფიქრეთ ჯერ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი. სრულად, ასევე შეგიძლიათ ფურცელზე დაწეროთ, თუ დაბადების წელი თვე და რიცხვიც იცით, ესეც. შემდგომ ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება, ხო? ანუ, როდესაც იმყოფებით სამკუთხედში, ასეთი ადამიანები მიყურებთ და ეხლა კომენტარში ძალიან გთხოვთ, ისეთი რამე არ დაწეროთ, ხო? ეხლა როცა არ გეხებათ, მე რო არ ვარ სამკუთხედში, არც არის ჩემი, ხო? და არც უსმენ ხოლმე არასდროს. ამიტომ ვისაც გიხებათ, მხოლოდ მათ. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს რეალურად ყოველთვის, მე პირადად ესეთი ვარ, ყოველთვის ვითხოვ კაცისგან. მე ქალთან პრობლემა არ მაქვს. ვითხოვ კაცისგან და შესაბამისად კაცმა უნდა მოაგვაროს ყველანაირი დეტალი და ყველანაირი პრობლემა. ქალებთან კი, ქალსაც კი ბატონო შეიძლება ვთქვათ, მაგრამ მაინც ყველა ვარიანტში კაცს მოითხოვება პასუხი. ამიტომ მოდით ვნახოთ სწორედ ამ მამაკაცის ენერგიები თქვენთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში იმყოფება, ასევე მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. შემდგომ კონკრეტულად სამკუთხედში მყოფი სიტუაციაში რა ხდება და რას უნდა ველოდოთ და რჩევა. იმიტომ რომ ჯერ თუ კაცისგან არ გავიგეთ, იქნება და თქვენ ხართ ძალით, ხო? ახლა ხუმრობით, რა თქმა უნდა, ძალით არავინ არ ეყოლება, მაგრამ კარგით, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ პირველ რიგში და უმთავრესად გეტყვით იმას, ვინაიდან ისე მომძაფრდა ჩემთან სამკუთხედში მყოფი სიტუაციები, თამამად შემიძლია გითხრათ, ერთი ვარიანტი ის, რომ მამაკაცის ენერგიები მე რასაც უყურებ, კი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მისთვის ჩვეულებრივად აი ცეცხლი, ნება, ტოლა, აი ყველანაირად რო აკმაყოფილებთ, ისეთი ქალი ხართ, კი ბატონო, მაგრამ როგორც ჩანს, აქ არის ხო ცოლი, პარტნიორი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის, ხო სტატუსის მქონე, არა სტატუსის მქონე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიმართ და ზოგადად ადამიანის ენერგიები იმყოფება ამ წუთას შეყვარებულების პოზიციაში, ხო, ეხლა რაიდერში რომ ამოსულიყო ეს არკანი, გეტყოდით, რომ ბარიერებია, აქ არა.
აქ ერთ-ერთ შეყვარებულების პოზიციაში და ქალბატონი თქვენს მიმართ, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ცეცხლივნება და ლტოლვა გაარჩინია, აი ამ ენერგიებში ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით და თამამად შემიძლია გითხრათ და გარკვეული სიტუაციებია ხო ბარიერები რაც უშლის ხელს თორე სამკუთხედში ხო არ იქნებოდით, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ადამიანი არ აპირებს დანებებას. მე ვერ მოგატყუებთ რომ აქ ადამიანი რაღაცა დანებებას აპირებს, მივარ აი სიტუაციის მიგდებას აპირებს, ბოდიში თქვენ ჭყალებში ფეხებზე დაკიდებას აპირებს. არა. პირიქით ძალიან დიდი შემართებით, პირიქით მე ვფიქრობ რომ თქვენ დაკარგვასაც არ აპირებს, იმიტომ რომ ენერგიები ძალიან ძლიერი აქვს, უბრალოდ არის გარკვეული მიზეზები. კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, ხო, როგორც ხდება სტანდარტულად რო იგონებენ ვითომ შვილების თემაში, ვითომ რაღაც არის მეორე ვარიანტი, რომ მეუღლის კისერზე რო ზია, ხო, როგორც ხდება და ვერ წამოვა ბოდიშით, იმიტომ რომ იმის თავი არ აქვს, რომ თქვენთან ერთად რაღაცას მიაღწიოს, ხო? არიან ესეთი კატეგორიები, ოღონდ კიდევ მე რომ ყველაზე ნუ მიიღებთ ყველა ადამიანს არ ეხება და ყველა კაცს არ ეხება. და კი ბატონო, მესამე ვარიანტი ისეთი, რომ არის რაღაცა გარკვეული სიტუაციები, რომელსაც ვერ იღებს თავის თავზე, ოღონდ აქ ფინანსები არაფერ შუაში არ არის, აქ გარკვეული ოჯახური რაღაცა სტრესული ფონებია, რომელიც წარსულში გაიარა ამ ადამიანმა და დღესდღეობით არ შეუძლია რაღაცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ ყველაზე მთავარი ადამიანის ენერგიები იმდენად ცეცხლოვანი, ლტოლვა, შეყვარებული, ყველაფერი ერთად, ესეთი კაცი სხვათა შორის და ესეთი კაცი მარტივად არ დათმობს რაღაცებს, რა თქმა უნდა, ეხლა მე ვნახავ თქვენთან დაკავშირებით რა სიტუაციაში იმყოფება. მოდით ჯერ ვნახოთ ხო თქვენთან დაკავშირებით. ხო, როგორც ჩანს, არ ვიცი იკამათეთ, არ ვიცი იჩხუბეთ, ნუ როგორც ხდება, იმიტომ რომ დღესდღეობით ნუ არ არის გამორიცხული ემიგრაციის სიტუაციაც იყოს, ხო, ერთი აქ არის, მეორე იქ არის და ასევე ყველაზე მთავარი ვარსკვლავის არკანით შორს ყოფი ერთმანეთისგან, მაგრამ აი ზუსტად რო ეს ბარიერებია და ზუსტად რო ეს რაღაც სიტუაციები გიშლით დღეს ამ ადამიანს ძალიან დიდი მონატრება აქვს თქვენს მიმართ. მე ვერ მოგატყუებთ რომ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობა არ აქვს. ეს არის ზღაპარი, მე ვერ მოგატყუებთ რომ ადამიანს თქვენს მიმართ ფიქრი არ აქვს. ერთ-ერთში ყველგან გნახულობთ. ერთ-ერთში ყველა აი როგორ ახსნა Facebook-ია, Telegram-ი, რა ვიცი, რაც გაქვთ, ხო, სადაც შეუძლია გნახოთ ყველგან, თუ დაბლოკირებთ ხალხს სხვა საიტით შემოდით. ამ ადამიანის ინტერესის სფეროა ძალიან დიდი თქვენს მიმართ, ეს იცოდეთ, უბრალოდ და ემოცია. აი შეხედეთ თქვენი თვალით თასების ტუზით ადამიანს რამხელა გრძნობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რვიანი თასებით სიტუაცია ჯერჯერობით ასე ვთქვათ ანუ არ ექვემდებარება სტანდარტულ რეჟიმს, აირია რაღაცები, აირია ასე ვთქვათ, ხო, მონასტერი რო იტყვიან ხოლმე და აი ესეთი გაძონძილ გაბომჟილ მდგომარეობაში დგას და ელოდება სიტუაცია როდის დალაგდება. რა თქმა უნდა, ხელს თუ არ გავანძლევთ, არაფერი არ დალაგდება და 60 წლამდე არაფერი არ ლაგდება. მაგრამ ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა ემოცია შეგრძნება მე რასაც აქ ვხედავ. ეხლა ყველაზე მთავარი ვინც მიყურებთ და კონკრეტულად ვინც შეიძლება ეხლა რა ვიცი ბჭყალებში გამოხდეს კომენტარებში, ხო, რომ აი მე ვარ ცოლი და ვიღაცა შემომიხტა ჩემო ძვირფასებო. არავინ არავის ძალით არ უხტება. არავინ არავის ძალით არ ბუდიშტა არ ახვევს თავზე არაფერს. კაცს მოსთხოვეთ პასუხი, კაცს და ქალებს მოსთხოვთ პასუხს. კი, მე იმას არ ვიცახი, არის მომენტი, რომ აბსოლუტურად დასრულებულია ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა, ანუ ცოლ-ქმარ შორის დასრულდა. იმას ცალკე ოთახში ძინავს, მე მყავს ესეთი ხალხით, მე მეგობრებიც მყავს ესეთი, იმას ცალკე ოთახში ძინავს, იმას ცალკე იმას სხვა ყავს, იმას სხვა, იმიტომ რომ წასასვლელი არ სადარ აქვს და ის ერთი სახლი აქვს. მე ამ მდგომარეობისაც მესმის. ამიტომ ძალიან გთხოვთ. კი ბატონო, მამაკაც მოთხოვეთ პასუხი, მაგრამ კონკრეტულად ქალების სიტუაციას გულისხმობ, რო ერჩით ქალებს, რო ქმარი წამართვა, კი არ წაგართვათ ჩემო საყვირფასებო. ნახეთ როგორ ხდება ძალით არავინ არავის არც ეხვეწება, ძალით არავინ არაფერს არ უკეთებს. ყოფილი ქმარი გავუშვიმე, ნახეთ, არ შეიძლება. всё, წასვლა უნდა წავიდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენი რამე შეიძლებოდა, ხო, გავაკეთოთ და რაღაცეები, აიქ манипуляციები, არავითარ შემთხვევაში. თუ არ არის თქვენი ადამიანი, უნდა გაუშვათ, როგორ შეიძლება? ესეთი მაინც წავა, მიხვდით?
ცოტა ხანი მოიყვანთ ძალით აი შავი მაგიებით და მაინც წავა. ამიტომ ძალიან გთხოვთ გონება ტვინი დაატანეთ და სწორად იაზროვნეთ. იმასაც მიეცით საშუალება, რომ თავის გზა ნახოთ და თქვენც იქნება თქვენ სამყარო როგორ ადამიანს გიგზავნით. რატო ხართ ძალით ჩაპიჭინებული და ჩაკვიჭინებული, გინდა თუ არა ეს არის? არ არის. ესე იგი არ არის ეს თქვენი ადამიანი, ხო? და ადამიანს რომელსაც წასვლა უნდათ გაუშვით. ანუ ნახეთ ის თქვენი ადამიანი არის, სამყაროში არის ჩემო ძვირფასებო. განა არ არის. უბრალოდ თქვენ უშლით ხელს, თქვენ ბლოკავთ. იმიტომ რომ ის ქმარია და ძალაობთ, კი ბატონო, მესმის შვილები რომ აი მდგომარეობაში იზრდებიან, ეს კარგია. ბავშვები რომ აი ისტერიკას და პანიკას უყურებენ და აი ამ მდგომარეობას ერთ წუთით სანთელი არ ჩაგვიქრეს. ეს კარგია. თქვენ მოგწონთ. მიხვდით რის თქმა მინდა? ანუ პირიქით ბავშვისთვის ყველაზე დიდი სტრესია მშობლების აი ეს მდგომარეობა და არ ვიცი აი გულახდილად გეტყვით ჩემ შვილებს რომ შვიდად ძინებოდა და კამათი და ჩხუბისთვის არ ესმინა პირიქით დღეს ისეთი ურთიერთობა მაქვს იდეალური ანუ ნორმალური მიხვდით არ შეიძლება ძალით არ ვაკეთებთ არაფერს ამიტომ როდესაც არ არის თქვენი ადამიანი ის მე რახან სამი შვილი ყავთ და 4 სავალდებულოა, იმან თავისი კარმული ვალი შეასრულა და წავიდა. მეც მის ცხოვრებაში რაღაცა ვალი შევასრულებ, რაღაცა ვასწავლეთ ერთმანეთს და მშვიდად წყნარად წავიდით ერთმანეთისგან. არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენთვისაც არის, თქვენ არ გეგონოთ რომ რადგან თქვენი ყოფილი მეუღლე წავიდა სხვასთან და ის შეუყვარდა თუ ნუ როგორც ხდება, ხო? აი მე მიმატოვა, მიღალატა, იმან რაღაც გაუკეთა, არა. თქვენთვისაც ყავს სამყაროს ადამიანი, რომელსაც აუცილებლად ძალიან მალე გაიცნობთ, შეიძლება იცნობდეთ კიდევაც, უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დრო. მიხვდით რის თქმა მინდა? და მიეცით საშუალება, მოხსენით ეს ბლოკები. ნახოთ, რას უნდა ველოდოთ სამკუთხედში მყოფი სიტუაციისგან. თან ტელეფონი მიჩნდება, შეიძლება ჩაბნელდეს ვიდეო და მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვასწრო. რას უნდა ველოდოთ? ხო, შიშები არის, ვერ მოგატყუებთ, ძალიან დიდი შიშები არის. მე ახლა ორივე კუთხით განვიხილავ, ნახეთ სამკუთხედში. ვინც სოლები უყურებთ და ვინც ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, თვითონ მიმყოფებით სამკუთხედში. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ პირიქით, რაც ადამიანს მეტად დაიჭერთ, უფრო წავა. აქ არაფერს არ აკეთებთ, კიდევ უარესია. მერე ყველაზე მთავარი ის მომენტი, რომ შიშები იმისი არის, შიშები განა იმისი, რომ ვიღაცა ყოფილ ცოლს შეებრძოლოს, ან ცოლს მოქმედ ცოლს, ან ქალბატონის გამო. არა. განა მაგის ეშინია. ეშინია თქვენი დაკარგვეს, ვინც ეხლა მიყურებთ და ვინც იმყოფებით სამკუთხედში. ძალიან ეშინია ამ ადამიანს თქვენი დაკარგვეს. თქვენი პიროვნება, ჩემო ძვირფასებო და როდესაც თქვენი პიროვნება, აი ამიტომ არის სწორედ ეს შიში და სწორი შიშია, მიხვდით, ეს მინდა რომ გაიაზროთ. მაგრამ რჩევაში ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა. ყველა ვარიანტში თავიდან ვიწყებთ ამ ადამიანთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ კოშკის არკანის სიტუაცია ერთი ეტაპი დასრულდა, თქვენ არ გეგონოთ, რომ დასრულდა. აქ იმხელა ემოციებზე და გრძნობებზეა საუბარი, ამას ვერაფერი და ვერავინ ვერ დაუდგება წინ. ეს მოდის ბუნებრივად, ეს სამყაროსგან ხართ კავშირში და შესაბამისად ვერავინ ძალით ვერავის ვერ დააშორებს. ამიტომ ნახეთ აი იმ ძალას, რასაც ფლობთ თქვენს და ეს მამაკაცით ერთმანეთის მიმართ. რა ძალასაც ერთმანეთს აძლევთ თქვენ საოცარი ემოცია. მე ამაყი ვარ ხოლმე ესეთი ქალბატონებისაც და ესეთი, ასე ვთქვათ, მამაკაცების მხრიდანაც მიხვდით, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლა საყვარელი ადამიანისთვის. ოღონდ ბრძოლა ესე აქეთ კი წინ და ხვედრა კი არა და იქ დავხვდით აქ არა. აი ესე მოგვარებით წყნარად ვშიდათ, მაგრამ რჩევაში მაინც გეუბნებით მე რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ერთი ეტაპი დასრულებულია, თქვენ არ გეგონოთ, რომ დასრულდა, არა. პირიქით ახალ ეტაპს იწყებთ ამ ადამიანთან ერთად, ეს იცოდეთ. უბრალოდ ეს არის ერთგვარი გამოცდა, რომელიც დასრულდება, ძალიან მალე დასრულდება, იმიტომ რომ თქვენი მხელა ენერგიას აძლევთ ერთმანეთს, გამორიცხულია თქვენ ერთმანეთს დაშორდეთ. აი არ არსებობს ერთ-ერთში გეუბნებით. ამიტომ გაიაზრეთ სწორად, რასაც ვიძახი, რა თქმა უნდა პირადი ჭირდება. პირადი კონსულტაცია ამას, აი ამ ვიდეოს ჭირდება თუ ჭირდება. იმიტომ რომ სამკუთხედი ისეთი რამეა, ყველა საკითხი ინდივიდუალურია, ხო? შეიძლება თქვენ გიგონოთ თქვენი თავი მართალი არ იყოს, შეიძლება პირიქით, ხო? ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა გადმოგწანდეთ და ვნახოთ პირადში რა როგორ და რანაირად ხდება.
არ ვიცი, მე მეტის თქმა ამ წუთას არ შემიძლია, დანარჩენს კი ბატონო პირადში გეტყვით, მაგრამ თავარი ისაა, რომ თქვენ ტყუილად ერთმანეთს არ შეხვედრილ ხართ. სამყაროსეულად ხართ დაკავშირებულები. ამიტომ ვინც სამკუთხედში იმყოფებით, აუცილებლად გადმოდიხართ პირადში, ვნახულობ სიტუაციას და იმის მიხედვით უნდა ჩავშალოთ. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა იყო. გელოდებით პირად კონსულტაციებში. TikTok-ზე პირადში მწერთ აუცილებლად და მე გავატებთ WhatsApp-ზე. ეხლა დაგემშვიდობებით.